ოცნების ხელისუფლება ამერიკის მტრების ბანაკში, მაშინ როდესაც ოლიგარქის პარტია ამერიკასთან ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყებასა და პოზიტურ სიგნალებზე საუბრობს. ვაშინგტონმა ირანის სანქციების გვერდის ავლისთვის საქართველოში დაფუძნებული კომპანია და მისი მფლობელი დაასანქცირა. ირკვევა, რომ კომპანია ირანის რევოლუციის გუშაქთა კორპუსთან მილიონობით დოლარის უკანონო ტრანზაქციებს აწარმოებდა. ამერიკის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ კრიტიკოსები ამბობენ, რომ ჩვენი ქვეყანა პრაქტიკულად ირანის რეჟიმის ფინანსურ დამხმარედ და სანქციების გვერდის ავლის ჰაბად იქცა. გარდა ამისა, ეს არის ტრამპის ადმინისტრაციის ცხადი პასუხი ქართული ოცნების ილუზიასა და პროპაგანდაზე. შტატები არავითარ შემთხვევაში არ ითანამშრომლებს იმ ქვეყნებთან, რომლებიც ჩართულნი არიან დანაშაულებრივ სქემებში. უფრო მეტი ამ საკითხის შესახებ თამარ დემეტრაშვილმა იცის, ის ახლა ფორმულას ეთერში ამოუერთდა. თამარ, გისმენთ. დანიის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა საეჭვო და ქვეყნისთვის დამაზიანებელი ფინანსური ოპერაციების ცენტრად იქცა. იქ რეგისტრირებულ კომპანიებს ევროკავშირი და ახლა უკვე შეერთებული შტატები ერთმანეთის მიყოლებით ასანქცირებს. თუკი წინა შემთხვევებში კრიპტობირჟები რუსული ომის მანქანის დახმარებისთვის დაასანქცირეს, სამიზნე ამჯერად ირანის რევოლუციის გუშაქთა კორპუსის დამხმარე კომპანია გახდა. შპს შელბი შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა არალეგალური ციფრული აქტივობებისთვის შეიყვანა სანქცირებულთა სიაში. საუბარია რამდენიმე მილიონი დოლარის ღირებულების ციფრული ვალუტის უკანონო ტრანზაქციაზე. შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, სავაშ კაივამპური, რომელიც გლდან შერეგისტრებული კომპანიის დამფუძნებელია, მრავალ ქვეყანაში მოქმედებს კომპანიათა ქსელის საშუალებით, რომელიც უკანონო ციფრულ აქტივებთან დაკავშირებულ საქმიანობას უწყობს ხელს. კაივამპური საქართველოში დაფუძნებული შელბის მეშვეობით მართავდა კრიპტოაქტივების ბირჟას Shelbit Exchange. აღსანიშნავია, კომპანია Shelby გლდანის ეკონომიკურ ზონაში 2025 წელს არის რეგისტრირებული. სანქციების გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა სენატორი ჯო ვილსონი. ის წერს, რომ დადასტურდა მისი ეჭვი, რომ ქართულ კომპანიებს ირანი ტერორისტების მხარდასაჭერად იყენებს. ის ამ სქემის მფარველად პირდაპირ ქართულ ოცნებას აცხადებს და დასძენს, რომ ასეთი პარტია შეერთებულ შტატებს მოთხოვნებს ვერ წაუყენებს. მინიმუმ რეპუტაციული ზიანი, მაქსიმუმ გამოწვევა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ასე აფასებენ მომხდარს ექსპერტები და პოლიტიკოსები. მათი აზრით, ქვეყანაში ფინანსური ტრანზაქციების კუთხით ვაქხანალია ტრიალებს და ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა სწორედ მმართველ პარტიას ეკისრება. ასეთ ვითარებაში კი ოპოზიციური სპექტრი სრულად გამორიცხავს, რომ ოცნებამ ტრამპის ადმინისტრაციასთან რაიმე სახის ურთიერთობის დალაგებას მიაღწიოს. ირანის ძალიან ბევრი ბიზნესი, კომპანიები გახსნილია საქართველოში. ფიქტიურ მისამართებზე, უბრალოდ ფიქტიური კომპანიები ისეთ მისამართებზე გახსნილი, სადაც მაგალითად ერთ სოფელში, ერთ ქუჩაზე რამდენიმე კომპანიაა გახსნილი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, თუ რამხელა საფრთხე შეიძლება იყოს, თუ რაიმე სახით ფინანსური ინსტიტუტები ირანის მხრიდან აძლიერებს ზუსტად, ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილის ანტიეროვნული ხელისუფლების ფინანსურ სტაბილურობას. ამიტომ ეს კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ზუსტად ესეთ ქვეყნებთან და რეჟიმებთან თანამშრომლობა და მათი ინტერესების გატარება, ფინანსური ინტერესების გატარება და ამით ეკონომიკური სტაბილურობის შექმნა არის ძალიან სერიოზული პრობლემა. მნიშვნელოვანი ზიანი, რეპუტაციული ზიანი ყველაზე მინიმუმ საქართველოსთვის, რომელიც მიიჩნეოდა დასავლური სამყაროს ნაწილად და სტრატეგიულ პარტნიორად წარსულში. და ნაცვლად იმისა, რომ ემუშავა საქართველოს ხელისუფლებას იმაზე, რომ ამგვარი პრეცედენტებს ადგილი არ ჰქონოდა, ისინი იბარებდნენ სულში ექსპერტებს და პოლიტიკოსებს, რომლებიც ირანულ გავლენაზე საუბრობდნენ, საჯაროდ ალბათ ყველას გახსოვთ. ამიტომ იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება ადეკვატური რეაგირება ასეთ საქმეებზე, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევად იქცეს, ისევე როგორც საფინანსო სექტორის და ამაზე პასუხისმგებლობა სრულად აქვს ქართული ოცნების ხელისუფლებას. მსგავსი ფინანსური ტრანზაქციების მაკონტროლებელი ქვეყანაში წესით ეროვნული ბანკია, თუმცა ისევე როგორც წინა შემთხვევებზე ამჯერადაც ეროვნულმა ბანკმა პასუხისმგებლობა თავიდან აირიდა განცხადებაში, რომელიც ცებმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა, თავად ადასტურებს, რომ შელბის საქმიანობა, როგორც ვირტუალური აქტივების მართვის პროვაიდერისა, მათი მხრიდან ნებართვას და რეგისტრაციას საჭიროებდა, თუმცა კომპანიას არ მიუმართავს ეროვნული ბანკისთვის. სულ ესაა ქვეყნის ფინანსურ გამჭვირვალობაზე პასუხისმგებელი კომპანიის განმარტება. ვინაიდან ეს სუბიექტი
ექვემდებარებოდა, ასე ვთქვათ, ლიცენზირებას, მათ ეს ინფორმაცია უნდა ქონოდათ და რახან ესე ვთქვათ, კონტროლს მიღმარჩებოდა, მას ამაზე სანამ გარედან ეტყობდნენ, უნდა ასე ვთქვათ, გაეკეთებინა რეაგირება. მე რა რომ ეს სუბიექტი თავისუფალ რაღაც ზონაში არის ვთქვათ მოქცეული. მაშინ რომ ბანკმა უნდა გააკეთოს განცხადება, რომ თავისუფალ ეკონომიკურ ზონას მე ვერ ვეხები და ეს არ არის ასე ვთქვათ ჩემი ვთქვათ კომპეტენციის ქვეშ. ესეთი მშრალი განცხადება, რომ ჩემთვის არ მოუმართავს, ეს უკვე ბადებს თავის თავში ვთქვათ ეჭვს, რომ მას საერთოდ ინფორმაცია არ გააჩნდა, რა ხდებოდა ასე ვთქვათ კრიპტო ბაზარზე. ვითარება ქართულ საფინანსო ბაზარზე სულ უფრო საეჭვო ხდება. ჯერ აღმოჩნდა, რომ ერთმა ჯიხურმა, რომელიც სხვათა შორის ასევე ეროვნული ბანკის რეგულირების სფეროს წარმოადგენს 59 მილიარდი რუბლი გაათეთრა. მერე აღმოჩნდა, რომ გლდანის თავისუფალ ზონაში და არა მარტო იქ რუსეთთან დაკავშირებული კრიპტო ბირჟები ფუნქციონირებდა, რომლებიც ევროკავშირმა და ბრიტანეთმა დაასანქცირა და ახლა უკვე ჩნდება ირანის რეჟიმის მხარდამჭერი კომპანიებიც, რომელთა გამოვლენითაც უკვე შეერთებული შტატებია დაინტერესებული. ოფიციალური განმარტება მომხდარზე ოცნების მხრიდან ჯერ არ გაკეთებულა.